აჭარაში ფერმერებმა ციტრუსის დაზღვევა დაიწყეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში GPI ჰოლდინგმა რამდენიმე ფერმერს სადაზღვევო ხელშეკრულება გაუფორმა. ციტრუსის დაზღვევა ხელისმოწერიდან 10 დეკემბრამდე სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს. მეციტრუსე ფერმერს 1 ტონამდე ციტრუსის დაზღვევა 2.5-დან 5 ლარამდე დაუჯდება. ზარალის მიღების შემთხვევაში ფერმერი 1 კილოგრამ მანდარინზე 48 თეთრს, ლიმონზე კი 96 თეთრს მიიღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება ეს პროექტი. ეს არის საპილოტო პროგრამა და ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო დაუფინანსებს თანადაფინანსების პრინციპით, სუბსიდირების პრინციპით სადაზღვევო პრემიის 70-დან 80%-მდე თანხას ფერმერებს. შესაბამისად, ფერმერებს საშუალება ექნებათ ძალიან იაფად დააზღვიონ თავიანთი მოსავალი საშემოდგომო ყინვაზე, სეტყვაზე, ჭარბნალექსზე და ქარიშხალზე. აქ ექსპერტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თავის პროფესიონალებს, იმიტომ ექსპერტმა უნდა შეაფასოს ზუსტად საბოლოო შედეგი რა დონეზე არის დაზიანება განხორციელებული. დღეს იყო კომპანიის პრეზენტაცია, ჩვენ სამინისტრო ყველა კომპანიის პრეზენტაციაში მივიღებთ მონაწილეობას, რათა გაიგოს მოსახლეობამ და ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ჩვენთან აგრო დაზღვევის პრაქტიკა.